დღევანდელი თემა იქნება ფრიზბი. როგორც ვიცით, ფრიზბი გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვისაც. ასევე შეგვიძლია გავართოთ და ვამხიარულოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც. საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის ფრიზბი როგორც სპორტის სახეობის შესახებ. სანამ ამ სპორტის სახეობას განვიხილავდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვით გიამბობთ ფრიზბის წარმოშობის შესახებ. ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები შესვენებაზე ყიდულობდნენ პლასტიკის ერთჯერად თებსთან ერთად ტკბილეულობებს. როდესაც ჭამას მორჩებოდნენ, ხუმრობით იწყებდნენ ერთმანეთის მიმართულებით ცარიელი თებშის სროლას. თებშის უკანა მხარეს კი ეწერა ტკბილეულობის საცხობის სახელი ფრიზბი. ერთხელაც ამ პროცესს შეესწრო სამხედრო მფრინავები ფედერიკო მორისონი და მორან ფრანცონი. იფიქრეს, რომ ეს კარგი გასართობის საშუალება იქნებოდა, გააკეთეს ძალიან ბევრი ასლები და სახელწოდებაში ერთი ასო შეუცვალეს. გაარეკლამეს ამა თუ იმ გაზეთებში და ძალიან მალე სამხედრო მფრინავები ამ სათამაშოს წყალობით გახდნენ მდიდრები. ეხლა კი განვიხილოთ ფრიზბის თამაშის წესები. ფრიზბის თამაშობენ მართკუთხა მოედანზე, რომლის სიგრძე 100 მეტრი, სიგანე კი 37 მეტრია. მოედანი დაყოფილია სამ ნაწილად. შუა ნაწილი არის სათამაშო მოედანი, გვერდები კი საგოლე ზონა. გუნდი შედგება 7 მოთამაშისაგან. თამაშის მიზანია ფრიზბი გადააწოდოს ერთმა მოთამაშემ მეორეს და საბოლოო ჯამში ფრიზბი უნდა აღმოჩნდეს მოწინააღმდეგის საგოლე ზონაში. როგორც ხედავთ, მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ ეხებიან. აკრძალულია ახლო ფიზიკური კონტაქტი ერთმანეთთან. ასევე აკრძალულია ფრიზბით გადაადგილება და 10 წამზე მეტი ხნით ფრიზბის შეყოვნება. თუ 10 წამზე მეტი ხნით შეაყოვნეთ ფრიზბი და დროზე ადრე ვერ გადააწოდეთ თქვენ გუნდელს, ფრიზბი ჩამოგერთმევათ და გადადის მოწინააღმდეგის მხარეს. ფრიზბის მოპოვება შეგვიძლია მოწინააღმდეგის ნასრული ფრიზბის ჰაერიდან მოხსნით. თუ მოთამაშეს ფრიზბი დაუვარდა, მაშინ თამაშს განაახლებს მოწინააღმდეგე გუნდი, ანუ მეორე გუნდი. ჩვენ მეორე გაკვეთილზე შევისწავლით თუ როგორ უნდა დავიჭიროთ ფრიზბის სწორად, ასევე შევისწავლით ფრიზბის გაშვების სხვადასხვა ტექნიკებს და სხვადასხვა მიმართულებით გაშვებას. განვიხილავთ თუ როგორ უნდა დავიჭიროთ ფრიზბის სწორად, ორი ხელით და ასევე ერთი ხელით.